მეორედ მოსვლა აბა რა არის? ებრაელები ომისთვის ემზადებიან, სომხები ახალ ლამაზ მუსიკალურ ჰიტებს ქმნიან, ვიკინგები ფეხბურთს თამაშობენ, ქართველები კი ჩვენ სიმშვიდეში ვზრდით მუშუპოს. ეს ვინმეს ადრე რომ ეთქვა, ალბათ ანეკდოტი გვეგონებოდა, მაგრამ დღეს ეს ჩვენი რეალობაა. მართლაც მებებია ილიკო და ილარიონის პერსონაჟები ვზივართ ამ ამოყირავებულ მსოფლიოში და გაუცებულები უყურებთ როგორ იქცა სრული აბსურდი ჩვენს ყოველდღიურობად. იაპონია რასი ძახის? იაპონია ჩემო ბატონო ამ ყველაფერს ისეთი რობოტული სიმშვიდით უყურებს, თითქოს მეორედ მოსვლა კი არა, ახალი ტოიოტას პრეზენტაცია იყოს. სანამ ვიკინგები ოფლში იყურებიან და ბურთს დაძდევენ, იაპონელები მშვიდად აპროგრამებენ რობოტებს, რომლებმაც ეს აპოკალიფსი ლამაზად უნდა დაასუფთავონ. აზერბაიჯანელები და ებრაელები სტრატეგიულ რუკებს ხაზავენ, სომხები ქაოსზე ახალ ჰიტებს წერენ, ვიკინგები კი პენალტებს ურტყამენ. და ამ დროს ჩვენი ილიკო გამოვა და იტყვის, რა იყო კაცო, რა აურზაური ატეხეთ. ცა თუ ჩამოიქცა, ისეთი მუშუპუ გვაქვს, თავზე ქუდად დავიხურავთ და ეგაა. ამ დროს გამოჩნდება ამერიკა, რომელიც ამ ყველაფერს ლაივში გადასცემს, რეკლამებით ამდიდრებს და თან გულმოდგინედ აკონტროლებს, რა ახალი ტარიფებია მოდაში. ევროპა კი შეშფოთებული სახით კომისიას ქმნის, რათა დაადგინონ, რამდენად შეესაბამება მეორედ მოსვლის სტანდარტები მათ რეგულაციებს და ხომ არ არღვევს ვიკინგების გოლი ვინმეს უფლებებს. ილარიონი გადმოიხედავს ღობიდან, ჩიბუხს გააბოლებს და ეტყვის ილიკოს. ხედავ ილიკო, იაპონელებს რობოტები გამოუყვანიათ. ამერიკელები კი ტარიფებით დარბიან. ჩვენ კი ამხელა მუშუპოს პატრონებს ერთი ნორმალური ვირი ვერ გვიშოვნია, რომ ეს ბარგი ბარხანა 64-ის კარამდე აგვატანინოს. ზის ილარიონი თავის ეზოში უყურებს ამ გადარეულ მსოფლიოს და აგრძელებს. შეხედე რა დღეშია ხალხი. აგერ რუსები ნახე, ადრე მეორე არმიით რომ გვაშინებდნენ, ახლა ისე არიან ჩაფუშულები, საკუთარ ჩექმებში ვეღარ ეტევიან და ნატრობენ ვინმე ისეთი რობოტი მაინც ათხოვოთ იაპონელებისგან, რომელიც მათ დაჟანგულ იმპერიას ცოტა ადამიანურ სახეს მაინც მისცემს. გერმანელები ადრე წესრიგის მამები რომ იყვნენ, ახლა რეცეპტს ეძებენ, აპოკალიფსი რომელ საათზე უნდა დაიწყოს, ლანჩზე რომ არ დააგვიანდნენ. ჩვენ კი ილიკო ადრე რომ ერთი ჭიქა ღვენისთვის სამყაროს დავამხობდით, ახლა ისეთ სიმშვიდეში ვართ, თითქოს ეს ყველაფერი ტელევიზორში გადიოდეს და ჩვენ უბრალოდ პულტი დაგვეკარგა. ბოლოს ილიკო ჩაიცინებს, ჩიბუხს ნაცარს გამოაფერთხებს და დაასკვნის. ილარიონ, ადრე რომ გვეთქვა, ებრაელები ომით იქნებიან დაკავებული, სომხები სიმღერით, ვიკინგები ბურთით და ჩვენ სიმშვიდითო, იტყოდნენ ამათ ალბათ მზემ დაჰკრათ თავში, ან ჭკუიდან გადავიდნენ. მაგრამ ხედავ, ახლა ისეთი დროა, ყველაზე დიდი ანეკდოტი, სწორედ ეს რეალობაა. ბოლოს და ბოლოს თუ სამყარო ერთ დიდ ანეკდოტად იქცა, მოდი ისე მაინც ვიცხოვროთ, რომ ამ ანეკდოტის ბოლოში ყველაზე გემრიელად ჩვენ გავიცინოთ. თავარია ჟინი არ დავკარგოთ, თორემ მუშუპოსაც ეშველება და ვირსაც ვიშოვით 64-ის კარამდე ბარგის მისატანად. შენ კი მადლობა, რომ ამ არეულ სამყაროში ჩემთვის მოიცალე და ბოლომდე მისმინე.